არის შენი აზრით ბედნიერება? აი, გარეთ რომ დარბიხარ და მზეს რომ უყურებ შესასვლას და მერე რომ იმას რომ მარტო ხარ. გიყვარს მარტოობა? ცოტა. რას აკეთებ ხოლმე, როცა მარტო ხარ? გარეთ გავდივარ და ვთამაშობ. რისი თამაში გიყვარს ყველაზე მეტად? მარტოკანა ვთამაშობ, რა ვიცი, ჩემ ძაღლთან. ელენა, შენ თქვი რომ ბედნიერება არის, როდესაც მზის ჩასვლას უყურებო. ბუნება გიყვარს? გიყვარს მზის ჩასვლის ყურება? რას გრძნობ ხოლმე, როცა მაგალითად მზის ჩასვლას უყურებ? აი, რაღაცას გრძნობ, რომ თითქოს იმას დაფრინაო და იმას რამეს წყვიტაო, ან რამეს უნი მოგდის და ის კომფორტულად გრძნობ მე. თუ ადამიანს ეს წვრილმანები აბედნიერებს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი ადამიანია და შენ ძლიერი ადამიანი ყოფილხარ. შეიძლება ადამიანი მარტო იყოს და მაინც ბედნიერი იყოს? თუ სხვა ადამიანები სჭირდება ბედნიერებისთვის? კი, ზოგს მარტოობა არ უყვარს, ზოგს უყვარს. ზოგს ერთი ადამიანი რომ იყოს, ზოგსაც არც ერთი. მე ყველა მიყვარს, ადამიანი როცა არის და ადამიანი როცა არ არის. არავითრისება უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ იმეგობრო მასთან. აი, რომ ყოველთვის გეთამაშებ, არასდროს რომ არ გიღალატებს. აი, რომ იმას გიცავს ხვებისგან, არაფერს არ გიშრება, არც გაწუხებს და ყველაფერს გაცდის. ხანდახან ჩემ ძმას უნდა რომ ერთად ვიყოთ პოლიციელები და მე კიდე მინდა რომ ექიმი გამოვიდე და სხვებს რომ დავეხმარო. კიდევ რისი კეთება გიყვარს? კიდევ, აი ცხოველებს რომ ვაპურებ, აი რომ ვეთამაშები და რამეს რომ ვაკეთებ. ის სხვების ძაღლისგან ვუცავ კატებს. კატებიც გიყვარს და ძაღლებიც, ხო? კი, ყველა ცხოველი მიყვარს. შენ გიყვარს კითხვა? კითხულობ ხოლმე ზაფხულში წიგნებს? კი. შეგიძლია გითხრა რომელი წიგნი გიყვარს ყველაზე მეტად? ჩემი საუკეთესო მეგობარის ნაჩუქარი წიგნი. რა წიგნია? კატოზეა. მოკლე კატოს თავგადასავალი? კი. მეც ძალიან მიყვარს მოკლე კატოს თავგადასავალი. მოგწონს ჰუმანური კუნძული? კი, ძალიან. იმიტომ რომ მარტო ერთი ის ან რამეს უყურებთ, ან ვთამაშობთ, ან რამე გამოცანებია და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდა? აი, ჩვენ მალე ბოლო გაკვეთილი გვექნება და როგორ ფიქრობ, რა დაგრჩება ჰუმანური კუნძულისგან? როგორ გაგვიხსენებ ჩვენ? სულ არასოდეს არ დამავიწყდებით. რითი გაგახსენდებით? კეთილითა და სილამაზით. დიდი მადლობა. კარგი, დიდი მადლობა ელენა.